წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს ჩვენი გადაცემისას გუსუბაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექობიშვილი. დილამშვიდობისა მამა დავით, მოგესალმებით. დილამშვიდობის შეგეწიოთ. ხვალ ჩვენი ქვეყანა აღნიშნა ღვთისმშობლის წილხობირობის დღეს, ასევე არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენება, რომელიც თავად ღვთისმშობლის კურთხევით ჩამომზადდა საქართველოში და იქადაგა ქრისტიანობა და ის ხატი მოაბრძანა და ჩვენ ვიცით რომ ეს იყო ერთგვარად ფაქტობრივად მოგზაურობა ღვთისმშობლისა, ვინაიდან მის წელხვედრ ქვეყანა ვართ, ასევე ძალიან დიდი დღის მოლოდინში ვართ დღეს, დიდი მოვლენის და სიმბოლურად ესე გადავება შემთხვევით არაფერი ხდება. ისიც სიმბოლურია, რომ სწორედ ანდრიას სახტარზე ირჩევს პატრიარქს დღეს წმინდა სინოდი და კრება და აი ვისაუბროთ ღვთისმშობლის როლზე, ზოგადად ქრისტიანობის ისტორიაში, ქრისტიანობაში და ცხადია, კერძოდ ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რას ნიშნავს წილხმოვანობა, რა პასუხისმგებლობაა და რა ფაქტთან გვაქვს საქმე. შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ყოვლადწმინდანს ესე დახმარებას, მეუხებას ვთხოვთ და ღვთისმშობელს პირდაპირ ესე მიუმართავთ, ყოვლადწმინდაო, ღვთისმშობელო შეგვეციენ და გვაცხოვნენ ჩვენ. თავისთავად თვითონ ღვთისმშობელი კი არ გვაცხოვნებს, არამედ მას პირდაპირი კავშირი აქვს თავის ძესთან, ღმერთთან, რომლისთვისაც მან მთელი ცხოვრება გაიღო. და არც ერთ წმინდანს არ მიუღწევია მხოლოდ წარმატებისთვის, წარმატებასაც მიაღწია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. აქედან გამომდინარე და აი ამ წარმატებასთან ერთად უფალმა წაირჩია ის თავის დედად, რა თქმა უნდა ეს პირდაპირი, ასე ვთქვათ, მისი ნების შესრულებას ანხორციელებს მაცხოვარი იესო ქრისტე და აი ნამდვილად ჩვენ სახარებაში გვაქვს ქრისტეს პირველი სასწაული კანას გალილეაში. სადაც მეხორციელებს ღვინო შემოაკლდებათ და ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარი აღასრულებს სასწაულს, ესე იგი წყალს ღვინოდ გადააქცევს და აი ამ სასწაულში იქ უფალი მასაც ამბობს რომ არ გამოწევნულა ჟამი ჩემიო და აი ღვთისმშობლის სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი და ჩვენც ძალიან ხშირად არ ვიმსახურებთ იმ ვთქვათ ცოდვების მოტივებას თუნდაც ჩვენი არასათანადო თხოვნის გამო, იმის გამო რომ ჩვენ ვერ პატიობთ სხვებს. არის ხოლმე რაღაცის გამონაკლისი შემთხვევები, სადაც ღვთისმშობლის ფაქტორი არის გადამწყვეტი და სახარებაში წერია ესე რომ უფალი ამბობს რომ ქრისტე თუ ჩემთან არ მოხვედით მამასთან ვერ მიხვალთ და პირიქით ასევე და ეკლესიამ ესე დოგმატური სახელმძღვანელო შექმნა ღვთისმშობლის დოგმატი არსებობს რომლის შედეგადაც თუ ჩვენ ესე იგი გვექნება სულიერი კავშირი და განცდა თუ ვინ არის კალწული მარიამი რომ ის ღვთისმშობელია ღმერთის დედა არის მაშინ გვექნება ჭეშმარიტი სარწმუნოებაც, იმიტომ რომ მთელი საუკუნეების განმავლობაში პრობლემა იყო ის, რომ ვერ იგებდნენ ქრისტეს პიროვნებას და როგორც კი ჩვენ ღვთისმშობელს შევევედრებით და გავაცნობიერებთ მის სულიერ სიმაღლეს, მის ასე ვთქვათ პიროვნულ თვისებებს და იმას თუ რა მოხდა სამყაროში, რომ ღვთისმშობელი გახდა ერთგვარი კიბე და ხიდი, რომ ღმერთი ადამიანი გამختارიყო, მაშინ ჩვენ ასე ვთქვათ ვდგებით მართლმადიდებლობის გზაზე. უპირველესად უნდა გავიხსენოთ ის, რომ პირველი ცოდვა და გზის აცდენა სამყაროში შემოვიდა ქალის შედეგად, ეს იყო ჩვენი პირველი დედა ევა. ის თავისი გამოუცდელობის გამო და იმის გამო რომ ის ბოროტი უკვე განცდილი იყო და არსებობდა ეშმაკი და ჩვენს მეხსეულად მოვინდომეთ ღმერთივით გახთომა. მიზეზი ყოველ შემთხვევაში იყო ქალი და აი ამის შემდგომ უფალმა ჩვენ როდესაც გამოვარდით 64-დან უფალმა აღვითქვა პირველივე ასე ვთქვათ სანუგეშო სიტყვა ამ ტრაგიკული დაცემის შემდეგ იყო ის რომ დედაკაცისგან ნაშობი ისევ და ისევ დაგვაბრუნებდა ჩვენ ღმერთთან რომელშიც მოიაზრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ბუნებრივია ძველათქმაში არაერთი წინასწარმეტყველება გაჟღერდა მესიის ქალწულისგან შობის შესახებ, იმის შესახებ რომ მამაკაცის გარეშე ესე მოხდებოდა ეს უპრეცედენტო რამ რომლის გავსიც არ მომხდარა და არც მოხდება არასდროს ეს მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში ხდება იგივე დანიელ წინასწარმეტყველთან ლოდი რომელიც კაცობრიوي ხელის გარეშე გამოეკვეთა იგივე ეზეკიელთან გვაქვს ჩვენ
რომ ისე კი ბჭე იქნება დახშული და არავინ არ შევა და არავინ არ გამოვა გარდა მეუფისა და სწორედაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იმკვიდრებს გალწული მარიამის წიაღში და იქიდან უბიწოთ იშვება და ძალიან ბევრი იგივე დავით მეფსალმუნესთან დადგა დედოფალი მარჯვენა ჩვენსა გარდა მოხდეს ვითარცა წვიმა ის აწმისაზე და იაკობ მამამთავართან ასევე მინდა რომ ეს შევახსოთ ეს ღვთისმშობლის ხრობა ძველ აღთქმაში რაც იყო მოლოდინი კაცობრიობის მესიის მოსვლის შესახებ იაკობთან ღვთისმშობელი შედარებული არის კიბეს მიწიდან ზეცა და აღწევნულს რომ აქედან იქეთ გადავლენ ადამიანები და იქიდან პირველ რიგში ხომ ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე და მან ადამიანური თვე მიიღო ღვთისმშობელს ჩვენ უნდა მივბაძოთ შეძლების და გვარა რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე დიდი სულიერი სიმაღლე და თუკი დღევანდელ რეალობაში ან სამომავლოდ იქნება ისეთი პიროვნება ადამიანი ვინც აჯობებს ღვთისმშობელს მაშინ უფალი ჩაანაცვლებდა და იმას დააყენებდა ღვთისმშობლის ადგილას და ეკლესია ესე ამბობს რომ ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეული წარსულშიც მომავალში ვინც დაიბადებოდა იყო ღვთისმშობელი და რამ განაპირობა ის რომ ის უფლის დედა გახდა ეს მხოლოდ სულიერი არჩევანი იყო და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო იყო რომ ღვთისმშობელმა თავისი თავმდაბლობით ცანი მოდრიკნა თვითონ მოწმობდა თავის შესახებ არა იმისთვის რომ საკუთარი თავი შეექო ბუნებრივი არამედ იმისთვის რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მოეცა სულიერი ცხოვრების მაგალითი ღვთისმშობლის ეს საგალობელი რაც არის ეკლესიებში ეს სისკარზე იგალობება რამე თუ მოხედნა სიმდაბლეს და ზედამ ხევლისათვის ისესაო და რომ არ ქონოდა ღვთისმშობელს ეს დიდი თავმდაბლობა ბუნებრივია უფალი მასში ვერ დაივანებდა და ის უფლის დედა ვერ გახდებოდა და თავმდაბლობა უფრო მეტად დასაფასებელია მაშინ როცა წარმატებული ხარ თორემ როცა არაფერს არ წარმოადგენ ისედაც დამდაბლებული ხარ და უარგისი ხარ მაგრამ დედა ღვთისმშობელი იყო ბავშვობიდანვე ესე იგი სანამ დაიბადებოდა მანამდე იყო ის შეწირული ღმერთს გვახსოვს იოაკიმ და ანას ცხოვრებიდან როდესაც მათ შვილი არ ეძლეოდათ ესეთი პირობა დადეს ღვთის წინაშე რომ როცა დადგება ჟამი რომ ჩვენ შვილი გვეყოლება უფალო ჩვენ აი ამ შვილს შენ მოგიძღვნით და მართლაც ესე 3 წლიდან შეწირეს ტაძარს ანუ ღმერთს სატაძრო მსახურებას და იქ ესე იგი ლოცვით წმინდა წერილის შემეცნებით და მყუდრო გარემოში იზრდებოდა დედა ღვთისა და ამის შემდგომ ის გახდა გაბრიელ მთავარანგელოზის გამოცხადების უნდა დამდგარიყო ჟამი უფლის განკაცების და ამორჩეული იყო გალწული მარიამი და ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა რაც არის დედა ღვთისმშობლის ცხოვრებაში და იმაში რამაც გახადა ეს უდიდესი წმინდანი უფლის დედა იყო მისი გადაწყვეტილება ბუნებრივია ჩვენ ხშირად 2 და 3 შვილს ვერულით და ზოგი საერთოდ ვერ აღწევს იმას რომ დედა გახდეს მამა გახდეს ხორციელი გაგებით სულიერი გაგებით ხომ პოტენციურად ყველანი დედები და მამები ვართ, როდესაც შეიქმნა ადამი და ევა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ღმერთმა ისინი და როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზმა უწყა გალწულ მარიამს, რომ ის უნდა გამختارიყო მთელი პირველ რიგში ღმერთის დედა და ამის შედეგად ყველა ქრისტიანის და მთელი კაცობრიობის დედა, მან ქედი მოიდრიკა უფლის განგებულების ღვთისნების წინაშე და თქვა ახლა მხევალი უფლისაი მეყავთ მე სიტყვისაებ შენისა და ეს არის რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ჯვარი რომ ყველა ადამიანის ტკივილი გტკივოდეს ყველა ადამიანს მოусმინო ყველა ადამიანს დაეხმარო ეს შეუძლია და შეძლო მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და რა თქმა უნდა ჩვენ შევნატრით მას ასევე როდესაც არის ღვთისმშობლის დღესასწაულები ჩვენ ვკითხულობთ ლუკას ახარებიდან ამონარიც სადაც წარმოჩენილი არის მართას და მარიამის ღვაწლი. ბუნებრივია სხვა მართა და მარიამია. დები, რომელთაც უყვარდათ ქრისტე და როდესაც უფალი მიდის მათთან სტუმრად სახლში, მარიამი დაჯდება ქრისტეს ფეხებთან, ისმენს მის სიტყვებს, ხოლო მართა, როგორც წერია ლუკასთან, მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის. და უფალმა უთხრა მართას, რომ აი მარიამი უფრო აღმატებულ ღვაწლში არის, რადგანაც ღვთის სიტყვების მოსმენა არის
უპირველესი გარანტია იმისა, რომ ღმერთი ჩვენთან დამკვიდრდეს. ჩვენც უნდა გავხდეთ ღმერთის სავანები, ღმერთის სახლები და ღვთისმშობელმა თავისი ცხოვრების წესით და თავისი არჩევანით მოგცა ჩვენ მაგალითი იმისა, რომ უფლის სიტყვები მოვისმინოთ ამის შედეგად, რომ უფალი ჩვენში შემოვიდეს. თუმცა სხვა საშუალება არ არსებობს, ხომ? ისე ერთ-ერთი მძლავრი საშუალება იმისა, რომ ღმერთი ჩვენთან დამკვიდრდეს, არის უფლის სიტყვების მოსმენა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნუგეში არის ყველა ადამიანისთვის და ეს არის ერთგვარი ხიდი ჩვენსა და ღმერთს შორის, რომ აი ამ ხიდის მეშვეობით ღმერთი ჩვენში უნდა შემოვიდეს და როგორც ამოს წინასწარმეტყველებდა თითოეულ ჩვენთაგანზე თავის დროზე თუ ეს არ გვექნება, ეს იქნება ყველაზე დიდი განსაცდელი. ღვთის სიტყვების შიმშილი, ღვთის სიტყვის შიმშილი არის ყველაზე დიდი განსაცდელი. ასევე ბუნებრივია ეკლესიურ საგალობლებში თვითონ ლიტურგიკული პრაქტიკაც ორიენტირებული არის დედა ღვთისმშობელზე ბევრ ასპექტში, რადგანაც რომ არ ყოფილიყო ღვთისმშობელი, ხომ ღმერთი ვისგან განკაცდებოდა, სწორედ მისგან განკაცდა და ჩვენ როდესაც ვეზიარებით ბუნებრივია ვცდილობთ რომ მიუბაძოთ ღვთისმშობელს, რომელმაც ყველანაირი ერთობა, ასე ვთქვათ, შინაგანი, გარეგანი, ლიტურგიკული თუნდაც დაამყარა და წარმოქმნა მისი მეშვეობით ქრისტესთან და ეს გამოცდილება ბუნებრივია ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ. როგორ გახდა ჩვენი ქვეყანა წილხვედრი ღვთისმშობლის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის განმარტება თუ რას ნიშნავს, როდესაც ღვთისმშობელი არის შენი ქვეყნის მფარველი. ხშირად თითქოს მივანდობთ მხოლოდ ღვთისმშობელს, მივაბარებთ ასე ვთქვათ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავს, მაგრამ ის რომ რეალურად ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ ხოლმე ალბათ. თავი მოგვაქვს და ვიწონებთ ამით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნამდვილად ღირსეული ვიყოთ და ღირსნი ამ პატივის? რა თქმა უნდა, ამაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ ჩვენი ეკლესიის წინამძღვარი, მოდი ასე ვთქვათ, არის დედა ღვთისმშობელი და თვით ყველა ქართველი ადამიანი, ვინც დადის ტაძარში, თუ ვინც არ დადის, ყველა მისი შვილები ვართ, ზოგი ღირსეული, ზოგი უღირსი შვილი და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეში ჩანს ეს, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა ვართ. პირველ რიგში ეს არის ისტორიული თხრობა. თუ შეიძლება თქვათ ვისაუბროთ იმაზე, რომ პირველივე საუკუნეში 20-მდე აპოკრიფული სახარება იყო და ერეტიკოსები, ანუ არასწორი, ასე თქვათ, სარწმუნოების მიმდევრები, რომლებიც აცდენილი იყვნენ ჭეშმარიტ მოძღვრებას, ცდილობდნენ, რომ თავიანთი განმარტებები შემოეტანათ ეკლესიაში. და როდესაც ისინი არ იყვნენ ცნობილი სახეები, იღებდნენ ცნობილი მოციქულების სახელებს, პაულეს, პეტრეს, თომას და ცდილობდნენ, რომ აი მათი სახელის მეშვეობით ეკლესიაში არასწორი სწავლება შემოეტანათ, მაგრამ რაც შეეხება ისტორიულ თხრობას, აქ ნაკლები, ასე ვთქვათ, პრეტენზია ჰქონდა და ნაკლები ბრძოლა იყო, ისტორია უბრალოდ და ამას ეხა არავინ წინ არ აღუდგება და ეს ისტორია პირველსავე საუკუნეში შეიქმნა, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ქრისტე ამაღლდა ჯერ აღდგა მკვდრეთი და მე ამაღლდა ზეცად და საქმე მოციქულთა მოგვითხრობს ამ ისტორიას, იქ ჩვენ ხვდება დედა ღვთისმშობელი მოციქულებთან ერთად. ცენტრში არის ასევე იკონოგრაფიულ გამოსახვაშიც ამაღლების ხატს, როდესაც უმზერთ, დედა ღვთისმშობელი ცენტრში არის გამოსახული და აი ის რომ მოციქულებმა წილი ყარეს და ეს წილის ყრა ცნობილი იყო, ცნობილი რამ არის ზოგადად საეკლესიო წლისთვის, აი ჩვენ ასევე დღესაც ვისაუბრეთ, რომ წილის ყრის შედეგად უნდა გადაწყდეს ჩვენი მომავალი პატრიარქი ვინ იქნება. აი წილის ყრის შედეგად ჩვენს რეგიონში, ასე ვთქვათ, ქადაგება საქართველოში ხვდა დედა ღვთისმშობელს, მაგრამ მოწამნული იყო მისი უკვე მიწიერი ცხოვრების დატოვების ჟამი, რომ ის გადასახლებულიყო ზეცაში და დამკვიდრებულიყო თავისი ძის მარადულ სასუფეველში, მან გამოგზავნა ჩვენთან ანდრია მოციქული, ხოლო ანდრია მოციქულთან ერთად ჩვენ ხვდება სვიმონ კანონელი და მატათა მოციქული და სწორედ ღვთისმშობლის ჯერჩინებით მოხდა ის, რომ სამოციქულო ეკლესია ვართ პირველივე საუკუნეებიდან
მოციქულებმა იქადაგე ჩვენთან და მანამდე იყო ის რომ მაცხოვრის კვართი ჩვენთან წამობრძანდა საქართველოში და ეს წილხვდომილობის შედეგად რაღაც განსაკუთრებული ხვედრის მოცემა ჩვენზე ეს რა თქმა უნდა არის უპირველესად პასუხისმგებლობა. ჩვენი პატრიარქი ძალიან ხშირად ამაზე ილია მეორე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ეს არის პასუხისმგებლობა. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება და რა თქმა უნდა ამაზე მეტი არ არსებობს, რომ მართლმადიდებელი იყო, მაგრამ აი ამაში კიდევ უფრო მეტის მოცემა არის ის, რომ ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ღვთისმშობლის სიწმინდეს. ეს არის არანაირი მომავალი არ იქნება საქართველოს თუ ოჯახები არ შეიქმნა, თუ ჩვენ წმინდა და არ ვიცხოვროთ. რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური არჩევანი იქნება თუ გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, მაგრამ თუ სულიერი ცხოვრება და კეთილი ცხოვრება, რწმენითი ცხოვრება არ იქნება ჩვენში და არ მიუბაძეთ დედა ღვთისმშობელს, მაშინ ესე იგი ყველაზე მეტად ქართველიერი დაიშება, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოითხოვება. აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა პირველივე საუკუნიდან ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში, გადის ამი საუკუნე და ესეთი რამ წერია ღმერთზე და იგივე წმინდანებზე, რომ იქამდე არ გაჩერდება ღმერთი და იქამდე არ გაჩერდებიან ჩვენი მფარველი წმინდანები, სანამ ჩვენ ფეხზე არ დავდგებით სულიერად. ღვთისმშობელი თქმა უნდა არ იყო კმაყოფილი ჩვენი ერის სულიერი ცხოვრებით, რადგანაც ისევ ერიფეთქა ქრისტიანობამ პირველივე საუკუნეებიდან ჩვენში და უკვე აი მეოთხე საუკუნეში ისევ და ისევ ეს უკვე ამაზე არავინ არ დაობს, ეს გამოკვეთილი არის არა მხოლოდ ქართულ ისტორიულ წყაროებში, არამედ არაქართულ ისტორიულ წყაროებში. ეს წყაროები მოგვითხრობენ ჩვენ იმას, რომ კონკრეტულად ღვთისმშობლის დავალებით მოემართება კიდევ ერთხელ ქრისტიანობის აკადაგებლად წმინდა ნინო საქართველოში, რომელიც მიიჩნევა როგორც ვთქვით ღვთისმშობლის საკუთარ მოციქულად, მოწაფედ და აი ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. იგივე ასურელ მამებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ მცირედით, რომ ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით გამოემართნენ ისინი საქართველოში, რადგანაც წმინდა ნინოს ქადაგებით კი გავრცელდა ქრისტიანობა საქართველოში, მაგრამ ან ბერმონაზნობა, რომლის ტონის მიმცემი და პოპულარიზატორი ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობელი არის წმინდა ცხოვრების, ქალწულების ცხოვრების, უნდა მომხდარიყო ჩვენთან ქრისტიანობის ქადაგება, ოღონდ აქ უკვე უფრო აღმატებულ ჭრილში, რომ როგორც პავლე მოციქული გამოკვეთავს თავის ეპისტოლებში ამას, ქალწულების ცხოვრება, ანგელოზებრივი ცხოვრება, ბუნებრივი არის ყველაზე აღმატებული და სწორედ აი ამის პოპულარიზატორნი და მქადაგებელნი იყვნენ ასურელი მამები, რომლებიც ასევე ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით გამოემართნენ საქართველოში. და იგივე ჩვენ გვხვდება ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრებაშიც ის, რომ დედა ღვთისმშობელი არის განსაკუთრებული მფარველი ჩვენი არის, როდესაც ის მძიმეს ნეულებაში იყო, მისი მამა იოანე მიდის ათონზე ხდება ეს ყველაფერი, მიდის ესე იგი სალოცავად დედა ღვთისმშობლის ხატთან და როგორც კი მივა თავის შულთან, ნახავს რომ ის უკვე განკურნებული იყო და იტყვის რომ ერთ-ერთი ქალბატონი ესე ნათლით შემოსილი გამომეცხადა მე და მან მომცა მადლი კურნების და მითხრა რომ დღეიდან დაიწყებ შენ ესე გამართულად საუბარს და იყავი ჯანმრთელი. და იქვე დასცენს წმინდა იოანე მთაწმინდელი რომ ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დიდად ეწყალის შვერნიერი და მოკლებული ვართ. აი როგორ ნენელა განვითარდა ქრისტიანული ცხოვრება ჩვენში და უკვე მე-11 საუკუნეში დადგა იმისი საჭიროება, რომ უკვე სულიერი წიგნები, სახარება, მისი განმარტებები გადმოთარგმნილიყო ქართულ ენაზე, იმისთვის რომ მარტო რწმენა კი არ ყოფილიყო, რადგან მორწმუნე ადამიანი არის ღვთის მონა, ხოლო ის ადამიანი, ვინც ეცნობა სახარებას, მის განმარტებებს, არის ღვთის მეგობარი და აი ეს უნდა ღმერთს ჩვენგან და ეს უნდა ღვთისმშობელს ჩვენგან, რომ ჩვენ მისი მეგობრები ვიყოთ და არაოდენ ის რომ მე მწამს, მას ეშმაკსაც წამს, მაგრამ არ ემორჩილება მას, რომ ჩვენ აი რწმენაში რომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგათ და ის ღვაწლი რაც ყველაზე მეტად ქონდა ღვთისმშობელს, ღვთის სიტყვების მოსმენა და გულში დამარხვა, ეს ლუკას სახარებაში არაერთხელ წერია, რომ ყველაფერს გულში იმარხავდა ღვთისმშობელიო, აი ეს გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენთაგან ღვთის სიტყვები არის ადმოსილი და თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ,
ბუნებრივია ჩვენი ეს მოყვასისადმი ურთიერთობა შეიცვლება და გავხდებით უფრო მოსიყვარულეები, რადგანაც ჩვენ გვაქვს უდიდესი ნიჭი სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვის, ამიტომაც ვართ ღვთისმშობლის წილხდომილები, რომ ერთგულების ნიჭი გვაქვს და სიყვარულის ნიჭი გვაქვს, ღვთისმშობელს ხომ არასდროს არ მიუტოვებია ღმერთი. ჯვარცმიჟამსაც ბუნებრივია დედობრივი ტკივილით იყო ის ახსელი და მისი გულიც განიგმივროდა და ასევე იმიტომაც ვართ ღვთისმშობლის წილხდომილები, რომ აი რაღაც ეს ჩემი პირადი აზრი არის ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რა ხდება სხვათა შორის ბევრი ამბობს ამას, რომ ცოტა უცნაური ხალხი ვართ ქართველები და ძალიან თავგანწირულები ვართ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვეშლება და აი ამ ჩვენს ადამიანურ უმეცრებაში და შეცდომებში ვინ შემოვა ურთიერთობაში და შენდობის ლოცვის მოცემაში და ურთიერთობის აღდგენაში, დაცემის შემდეგ თუ არა დედა ღვთისმშობელი. ასე რომ ძალიან ხშირად მოგვიწოდებს ჩვენ დედა ეკლესია და ჩვენი არც განსვენებული პატრიარქი მოგვიწოდებდა ძალიან ხშირად, რომ ყოველდღიურად ვიკითხოთ ღვთისმშობლის ლოცვები და თანამედროვე ქრისტიანული და ათონური პრაქტიკა ამას გულისხმობს, რომ თუ გინდა გახდე სრულყოფილი და თუ გინდა ცხონდე, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ წარმოთქვი ეს მოკლე ლოცვები ღვთისმშობლის, ეს მოწყალებისა კარი განგვიღე, ღვთისმშობელო ქალწულო, ლოცვინდა ღვთისმშობელო შეგვეწია და გვაცხონენ ჩვენ. და ნამდვილად არ არის რთული ამის გაკეთება, კი გონება გაფანტულები ვართ, ძალიან ბევრი რამ გვებძვის. მაგრამ რამდენიმეჯერ რომ წარმოვთქვამთ აი ამ ლოცვას, მოკლე ლოცვები არის ძალიან კარგი საშუალება ჩვენი გონება გაფანტულობის წინააღმდეგ და ასე მარტივად შეიძლება ხიდი გაიდოს ჩვენსა და დედა ღვთისმშობლის შორის და რა თქმა უნდა ჩვენსა და ღმერთს შორის. და ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ არავინ იფიქრებს, რომ რადგან ჩვენ ვართ წილხდომილების სხვა რომელიმე ქვეყანას პატრონობს და არ უყურებს ყველას დედა, ეს არის მსოფლიო დედა, სამყაროს დედა და არც ის უნდა ვიფიქროთ, რადგან ღვთისმშობელია წილხდომილი და არაერთხელ გვხსნა დაგვიფარა, ჩვენ არაფერი გვევალება და ფეხ-ფეხზე უნდა გადავიდოთ და ღვთისმშობელი აკეთებს ჩვენს საკეთებელს. ესეც გასათვალისწინებელია, როგორც დიდი სიხარულია ეს პასუხისგებლობა, რომ თუ არის ჩვენი დედა და ჩვენი განსაკუთრებული მფარველი, ჩვენ შესაბამისად უნდა გავახაროთ ჩვენი სწორი ქრისტიანობით, სწორი ცხოვრებით და ცხადია ქრისტესადმის სწორი მიმართულებით. ეს იქნება ყველაზე დიდი გახარება და პასუხი და სამადლობელი ალბათ ღვთისმშობლის წილხდომობისადმი. ეხლა აი ჩვენი პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრება და რა თქმა უნდა ეს არის უპირველესი პასუხისმგებლობა, მოდუნების საშუალება ნამდვილად არ გვაქვს. გუშინ რომ თქვათ რაღაც კეთილი საქმე გავაკეთეთ, დღესაც რომ დღევანდელი უნდა გავაკეთო და არ უნდა დავივიწყოთ აი ეს ყველაფერი. ერის გადაგვარება მაშინ იწყება, როცა ერი თავის ისტორიას ივიწყებსო და ეს ისტორია არ უნდა დავივიწყოთ და ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. დიდი მადლობა მამა დავით, უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ შევახსენებ სუნელს, ხვალ ჩვენ ზეიმობთ დღესასწაულობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობის დღეს და სწორედ ღვთისმშობლის როლზე, ღვთისმშობლის წილხდომილობაზე საუბრობდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეკვავიშვილი.